ერთ-ერთი პირველი შესაძლებლობა ჩვენთვის განათლების და კულტურის სამინისტროსთვის და ჩემთვის პირადად, რომ ჩვენ მქონოდა ესეთი უშუალო შეხვედრა იმ სტუდენტებთან, რომლებიც არიან წარმოშობით აფხაზეთიდან და განსაკუთრებულად მძგნობიარე იყო ეს რაღაცა ფორმატი. ვისაუბრებთ ძალიან ბევრ ისეთ საკითხზე, რომელიც აწუხებთ ჩვენ სტუდენტებს, ჩვენ ახალგაზრდებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ აი ამ ფორმატში მუშაობას, ამათთან შეხვედრებს, იმისათვის, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ იმ პრობლემების გადასალახად, რომელიც უკავშირდება ჩვენ საზოგადოებას, განსაკუთრებულად აქ გამოირჩევდა, რა თქმა უნდა, გალის რაიონს, იმ უფლებებს, რომელიც ირღვევა ყოველდღიურად გალის რაიონში, ეს არის მშობლიურ ენაზე ხარისხიანი განათლების მიღებას და მერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ რაღაცნაირად შევმსუბუქოთ ის პირობები, რომელიც გააჩნია ჩვენ ახალგაზრდობას, ჩვენ მოსწავლეებს, ჩვენ აბიტურიენტებს. ეს იყო ის შეხვედრა, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ფიქრობდი ძალიან დიდხანს, მაგრამ პანდემიის გამო ვერ ხერხდებოდა წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრა. წლების მანძილზე ძალიან დიდი ხანია აფხაზეთის მთავრობა აფინანსებს წარმატებულ სტუდენტებს აფხაზეთიდან, არაჩვეულებრივ სტუდენტებს, არაჩვეულებრივ ახალ თაობას და სულ ფიქრობდი, რომ ეს კომუნიკაცია უნდა შემდგარიყო და დღეს ესე შევხვდით იმ სტუდენტებს, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ ჩვენ პროგრამებს და უბრალოდ იყო საუბარი. ყვებოდით ჩვენ პროგრამაზე, პროგრამებზე, ისინი გვეკითხებოდნენ, იყო კრიტიკული მოსაზრებები, იყო დიალოგი. და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ეს რაღაც უფრო დიდ და ძალიან საინტერესო ფორმაციაში გადაიზრდება. საინტერესო ჩაიარა ამ შეხვედრა. აფხაზეთის წარმომადგენლებთან დღეს დავსვით არაერთი ისეთი კომპლექსური კითხვა, რომელზეც მთავრობის წარმომადგენლებს ძალიან კარგად გაგვცა პასუხები და დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავს შეხვედრები უფრო მეტად, უფრო ესეთი უშუალო შეხვედრები უფრო მეტი იქნება და გამოიყო რაც მთავარი შედეგს მოგცემს და მხოლოდ შეხვედრების სახით არ დაგვრჩება. მადლობა ძალიან დიდი. დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება ძალიან გამიხარდა, რომ ამდენი ახალგაზრდა ჩემი თანატოლი ერთ სივრცეში ესე ვთქვათ ერთი ჭერქვეშ დავინახე და ის მოსაზრებები და ის გულის ტკივილი კიდევ ერთხელ ითქვა თუნდაც მინისტრთან და ძალიან მიხარია რომ ზემდგომი პირებისგან და მთავრობის პირებისგან ჯერ კიდევ არის მცდელობა იმისა რომ მოგვარდეს რაღაც განათლების პრობლემები, ჯანდაცვის პრობლემები და ეს ძალიან კარგია. საერთოდ დროს აფხაზეთის განათლების სამინისტროსგან ძალიან ბევრი დადებითი პერსპექტივა მოდის წარმატებული სტუდენტებისთვის და მათ შორის ერთ-ერთი ასე ვთქვათ წარმატებული სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის აღმოჩენა შეიძლება ვიყო მე ვარ. დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ გავცვალეთ აზრები, ჩვენ ახალგაზრდა წარმოვადგენთ ჩვენი პრეტენზიები, სამისად მივიღეთ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისგან პასუხები და ვფიქრობ, რომ თუ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდა, საკმაოდ ნაყოფიერ შედეგამდე მივალთ, იმიტომ რომ უკვე ვიცით რა გეზი უნდა ავიღოთ და როგორ ავაშენოთ ის ხიდი აფხაზებსა და ჩვენ შორის, რომელიც ძალიან დიდი ხანია ჩანადროული. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს ჩვენი სტუდენტების აზრები, შეხედულებები, იდეები ასევე და იმედი მაქვს, რომ ეს იდეები, რომლებიც ჩვენ სტუდენტებს გაგვაჩნია, იქნება საჯაროდ გაცხადებული და მოხდება ამის უკვე ჩვენი უნარების შესაძლებლობების რეალიზაცია.